საღამო მშვიდობის მოგესალმებით. დღეს არის 6 თუ 7 მარტი. დღეს არის 7 მარტი. თარიღს იმიტომ ვამბობ, რომ 3 მარტის ვიდეო ავტვირთე 6 მარტს. აი ესე გადავიღებ ხოლმე იშვიათად ვიდეოს და მე როდის მოვიცლი ამ ვიდეოს ასატვირთად ვინ იცის. აი ეგეთი სიტუაცია მაქვს, რა ჯერ ხო ვიდეოს გადასაღებად ძლივს ვიცლი, მერე ასატვირთად ძლივს ვიცლი, ატვირთვას დრო სჭირდება ვიდეოსას. მოკლედ გამოვიზაფხულე რა, როგორც იქნა მივხვდი. მოვიტანე ყავა იმ ხელაჭიქით და ეს არის ჩემი სიცოცხლე, ჩემი სიყვარული. ეს არის იფქლის ფუნთუშა შოკოლადის კრემით. სამარხო რანაირად არის. დამზადებას სამარხო რანაირად არის, როცა ნუტელას მსგავსი შოკოლადი აქვს ძალიან ბლომად. ესე იგი ვერ ვზივარ რაღაც გემრიელად. ესე იგი სამსახურში ჭამ ხოლმე ამას. ყავას ვიყიდი ხოლმე. ეს რადგანაც ისედაც ძალიან ტკბილია ეს ფუნთუშა, ყავას ვყიდულობ ხოლმე, ესა უნალექოს წარეს რა და უშაქრო ყავას ვატან ხოლმე აი ამ შოკოლადის ფუნთუშას და ბანანს. ესე იგი ისე უხდება ერთმანეთს. ხო და ეხლაც გამოვიყოლე სახში, ვგიჟდები ამ ფუნთუშაზე. ოღონდ მიკროტალღურში ვაცხელებ ხოლმე სამსახურში, ოდნავ ვათბობ რა მიკროტალღურში. აი ესე ნახეთ, რამდენი შოკოლადი აქვს. გიჟდები. და კიდევ არის ესეთ შეფუთვაში ხადა შაქრის ის რო აქვს რა, შიგთავსი შიგნით. აი ეგ რო პირველად გავსინჯე, ძალიან მომეწონა, მაგრამ იმის მერე ჰოპ და ძალიან უცებ მივხვდი სხვაობას. ეს ფუნთუშაც იყო რეალურად ბევრად უფრო დიდი და ფუმფულა რა, ესიც რა ქვია, ცომიც იყო ძალიან ფაფუკი. მაგრამ მერე გააფუჭეს, ის ფუნთუშაც ძალიან უგემური გახდა რა. ფუნთუშა კი არა და რა ქვია, ის ხადაც ძალიან შეცვალეს რა, გემო შეუცვალეს ძალიან. ეს ბულკიც ბევრად უფრო გემრიელი იყო, ვიდრე ახლა არის. მაგრამ მაინც ძალიან ბევრი შოკოლადი აქვს და ძალიან მომწონს. ეხლაც ნალექიანი ყავა რო გავაკეთე, უკვე რო ვასხავდი ჭიქაში, მაშინ გამახსენდა, რომ მეთქი ბაჩო უნალექო ყავაც გქონდა და უნალექო გაგეკეთებინა თქო. იმიტომ რომ ნალექიანს არ ვატან ხოლმე ტკბილს არაფერს. ნალექიანს ვსვავ დილას, ესე ენერგიის მოსამატებლად და სიამოვნების მისაღებად ნალექიან ყავას უშაქროს არაფერს არ ვატან ხოლმე. მაგრამ ამ შემთხვევაში მეთქი ბარემ სახში ვარ და გემოზე დავლევ ნალექიან ყავას თქო, იმიტომ რომ უნალექოზე მეტად ნალექიანი მიყვარს. ამ ფუნთუშას ბანანი უხდება საოცრად. ძალიან უხდება ბანანი. ბანანთან ერთად ჭამ ხოლმე. ესე იგი დღეს ვიყავი დილის სმენაში. იმიტომ რომ ღამე მაინც
ძალიან გვიან რო არ მოდიხარ სახლში, უფრო მეტად გაქვს გასაქანი, ესე ვთქვათ, რომ თუნდაც დაისვენო, ან თუნდაც სახლშიც გააკეთო რაღაცა, ან თუნდაც დრო რო დაგჭეს სამსახურის მერე სადმე გახვიდე და გაისევინო რაღაცა, მაგ მხრივ კარგია დილის სმენა, მაგრამ დილის სმენაც ისე მღლის, ანუ ღამის სმენას რო ვარ მიჩვეული, დილა უფრო არ გადის ჩემთვის დრო, ვიდრე ღამე. ხო და რეალურად დილის სმენაც და ღამის სმენაც ძალიან გღლის რა. ეხლა რომ მოვედი 1-20 წუთი ლოგინზე ვიწექი. დავისვენე და მერე მოვიცალე ყავისთვის. მოკლედ ძალიან უცებ დათბა რა. კი იცით რომ კამერის წინ ჭამა არ მიყვარს. ერთი პერიოდი კი ვიღებდი მუკბანგებს YouTube არხზე, მაგრამ კამერის წინ ჭამა არ მიყვარს. ეხლა მირჩევნია რომ ან უნდა ისაუბრო, ან უნდა ჭამო რა. ეხლა მირჩევნია რომ ესა რომელიმე იუთუბერის ვიდეო მქონდეს ჩართული და თან ჭამდე და თან ვსვავდე. ვიდრე მე მქონდეს ვიდეო ჩართული და კამერის წინ ჭამდე და ვსვავდე. მაგრამ აი ესე გადავწყვიტე რომ ვლოგი ჩამეწერა, იმიტომ რომ ძალიან არ ვაქტიურობ და ისედაც იშვიათად ვიღებ ვლოგებს. და ჩემი კონტენტი ისეთია რომ ეხა ერთხელ უყურებს ადამიანი ახალდადებულ ვლოგს და ეხა რამდენჯერმე არ უყურებს ერთი ადამიანი. შეიძლება წლების მერე უყუროს შენს ძველ ვიდეოს, იმიტომ რომ დააინტერესოს როგორ იყავი, როგორ ცხოვრობდი და რაღაცა, მაგრამ ისე არ არის რომ დღეს რო ატვირთავ ვიდეოს, ესე ვთქვათ, მე ისეთი კონტენტი მაქვს, რომ ხვალ აღარ მომინდება იგივე ვიდეოს ყურება რა. ასე რომ გადავწყვიტე რომ გადამეღო ვიდეო. ხო და იმას ვამბობდი, რომ დღეს დილის სმენაში რო ვიყავი, ფუნთუშები საერთოდ არ იყო. გუშინ თუ გუშინ წინ მიმდოდა ამ შოკოლადის ფუნთუშის ჭამა და არ იყო. არ გქონდა. ხო და დღეს მოიტანეს ეს ფუნთუშების ნაირსახეობა, ესე ვთქვათ და დავალაგე რა, მე დავალაგე. ხო და ისე გემრიელად გამოიყურებოდა ეს შოკოლადის ფუნთუშები, ახალი მოტანილი რო იყო, ახალი გამზადებული. ღია ფერის იყო, უფრო რბილი და ფაფუკი იყო და ვიფიქრე რომ მუშაობას რომ მოვრჩები, სამუშაო საათები რომ დამიმთავრდება, მეთქი ყავას დავლებ და ესა თქო, ფუნთუშასაც მივატანთქო, მაგრამ მერე მივხვდი რომ ჰოთ-დოგი ვჭამე, რომ მოვრჩი იმას სამსახურს. ჰოთ-დოგი ვჭამე, რომ გზაში ქლად გული არ წამსვლოდა რა. ხო და მერე ვიფიქრე რომ ჯობია სახლში წავიღო ეს ფუნთუშა და სახლში გემრიელად დავჭდე და ვჭამოთქო. მაგრამ გზაში უკვე აღარ მინდოდა ამის ყიდვა. მაგრამ მაინც ვიყიდე, ოღონდ სხვა სპარში, აქ სადგურზე. ხო და ეს უკვე არის რამოდენიმე დღის და ფერზეც ეტყობა რომ მუქია უფრო რა და ჩვენთან რომ მოიტანეს ის იყო ახალი და უფრო გემრიელი. ძირითადად სულ სამსახურში ვჭამ ხოლმე საჭმელს და სახლში იშვიათად უკვე. იმიტომ რომ რავი 4-ზე გავდივარ, ეხლა უნივერსიტეტში რო არ მიწევდა სიარული. 3-ზე უკვე გავდიოდი სამსახურში. 3-მდე ისედაც დილას მეძინა, მერე ახალგაღვიძებულზე ჭამა არ მიყვარს
პირდაპირ სამსახურში გავდიოდი და სამსახურში ვჭამდი საჭმელს და მერე უკვე მოვდიოდი 11-ზე სახლში. და სახლში საერთოდ არ ვჭამდი ხოლმე საჭმელს. ძალიან იშვიათად. მაგრამ გუშინ ლობიო გავაკეთე. ისეთი გემრიელი ლობიო გავაკეთე, რომ დღეს სამსახურში იმაზე ვფიქრობდი, რომ ბაჩო ეხლა აქ არ ჭამო საჭმელი, სახლში ისეთი გემრიელი ლობიო გელოდება თქო. ხო და წამოვიყოლე პური და ეხლა ამას რომ შევჭამ, ყავას რომ დავლევ, მერე მივირთმევ ლობიოს. გავაკეთე ლობიო და ესე ღრმათებში მქონდა ფელამუში. ფელამუშიც გავაკეთე გუშინ და ისეთი გემრიელი გამოვიდა, ბევრი ფქვილი უქენი რა, ჭადის ფქვილიც უქენი და პურის ფქვილიც და მე მიყვარს ისეთი რა, სქელი ფელამუში, ოღონდ მარტო პურის ფქვილით გაკეთებული არა. იმიტომ რომ ჭადის ფქვილსაც რო ურევ, უფრო ფაფუკია რაღაცნაირი რა, ხო ხვდებით? და პურის ფქვილით თუ აკეთებ, მარტო უფრო რაღაცნაირია ისეთი ჟელესავით უფრო რა. ხო და ცხლად კი ვჭამე ცოტა, მაგრამ ცხლად ძალიან მსუყეა რა. ფელამუში ცივად უფრო მიყვარს. რო გაცივდა მერეც ისე გემრიელად ვჭამე. გავაკეთე ეს ლობიო და რო გამზადდა უკვე ღრმა თეფშზე ფელამუში იყო რა, ფელამუშს ჰქონდა დაკავებული ღრმა თეფში და მე ზოგადად ლობიოს ყოველთვის ვჭამ ხოლმე ღრმა თეფშზე, იმიტომ რომ უფრო კომფორტულად ვჭამ და თან კიდევ უნორმოდ ვჭამ ლობიოს, ისე მიყვარს რა, კაი გაკეთებული ლობიო. ხო და მაქვს ღრმა თეფშის გარდა სქელი ისა, ჩემმა გამომწერმა რო გამომიგზავნა სქელი თასი რაღაცა. ღრმა თეფში არის, ოღონდ ბევრად უფრო ლამაზი და ბევრად უფრო სქელი. ჩავასხი იმაში, გავავსე ლობიო და ისე ცხლად ვჭამე. არ ცივდებოდა, ანუ ძლივს შევაგრილე ლობიო. ისე გემრიელად ვჭამე, დავცალე ერთი თეფში, მეორე დავიმატე კიდე და ვაიმე ლობიო ვჭამე გუშინ ღამის 10 საათზე უნორმოდ. მიყვარს და რა ვქნა. ესე იგი სამთარში მეცვა ხოლმე მოკლემკლავიანი. მოკლემკლავიანზე მეცვა ხოლმე გრძელმკლავიანი, ოღონდ ძალიან თბილი რა, შიგნიდანაც რბილი როა, ბუსუსები რო აქვს. მოკლემკლავიანზე მეცვა ეგ თბილი გრძელმკლავიანი, მერე მეცვა ჰუდი და მერე კურტკა. იმსისქე კურტკა. ხო და ისე უცებ გაზაფხულდა და ისე უცებ დათმა ორ დღეში, რომ ვეღარ მივხვდი, რომ გაზაფხული მოვიდა. და ერთ დღეს ისე დამცხა სამსახურში, გავიძრე ის გრძელმკლავიანი შიგნით რაც მეცვა და მეორე დღეს უკვე გრძელმკლავიანი აღარ ჩამიცვია. მაგრამ დღესაც ისე თბილოდა, რომ ამ მოკლემკლავიანში, ჰუდში და კურტკაშიც ძალიან დამცხა. თან მეტროდან ავტობუსში ჩავჯექი მარშრუტკაში, იმიტომ რომ ძალიან დამეზარა ფეხით ამოსვლა. ხო და ისე ცხელოდა სანამ მარშრუტკა დაიძრა, გავიგუდე. როგორც კი ამოვედი სახლში და ეს ჩემი ძმაც ისეთი მცივანაა, ღამე. გათბობა კარმა ხო ჩართულია გაზის, ცალკე იმას რთავს, რა ქვია, ელექტროგათბობას. მეთქი ბექა გაზაფხულდა, დაცხა, რატო ხარ ესეთი მცივანა მოყინული თქო და მოვედი სახლში, გავიძრე ამ ხელა კურტკა და ისე მცხელოდა, ჰუდიც გავიძრე. ესე იგი, ეს გათბობა ხო გავთიშე. კარმა, ჩართული გვაქვს ხოლმე სული, იმიტომ რომ რო გათიშავ, მერე ძნელია იმის ჩართვა და უსაფრთხოც არის კარმა და მაგიტოს უჩართული გვაქვს. თან ბოლომდე იყო აწეული.
გავთიშე ეს კარმა, გამოვაღე ფანჯარა, ისე დამცხა, ჰუდი გავიძრე და ეხაც კი ხედავთ, რომ მოკლემკლავიანი ვზივარ, მაგრამ ღამე ცივა ძალიან. კი ვიცი, რომ ძალიან სუსტად ვარ, ვიცი. ძალიან სუსტად ვარ და ამ ბოლო დროს წელშიც მოვიხარე. განარა სიმძიმეების აწევა მე მიწევს ეხა, მაგრამ კი ეხა სამსახურში არ არის მარტივი ის მუშაობა, იღლები და ენერგიაც გეხარჯება, მაგრამ დიდად ეხა ისეთ სიმძიმეების აწევა მე არ მიწევს, რომ წელი მტკიოდეს და წელში მოვიხარო. მაგრამ არ ვიცი რატომ მოვიხარე წელში ესე ძალიან. ხო და ძლივს მივხვდი მოკლედ, რომ გაზაფხულდა და დათბა. მაგრამ გაზაფხული ისეთი მატყუარა ამინდები იცის გაზაფხულმა, რომ აი ეს ერთ დღეს შეიძლება წვიმდეს და უცებ მზე ამოვიდეს. ან მზე იყოს და უცებ მოთოვოს. რაღაცა ეს ფუნთუშა დღეს ვერ მომეწონა. სულ თავიდან სულს უპირველად რო გავსინჯე, მაშინ გენახათ როგორი ფუნფულა იყო თვითონ ბულკიც და ეხლა ეს ბულკი ჩალასავით არის. კი ხედავთ, რომ ძლივს ვდეხავ და შოკოლადიც ძალიან ესაა რა, კუთხეებში ძალიან დაშაქრულია ეს შოკოლადი. მაგრამ მაინც ძალიან გემრიელია. ვერ უღალატებ. აი ოღონდ ბანანი უხდება? ეხლა ამის ჭამას მოვრჩები და ძალიან ისეთ მნიშვნელოვან თემაზე მინდა გესაუბროთ. აი სამსახურში ამ ფუნთუშას მთლიანად და ერთსალ ბანანს ვჭამ ყავასთან ერთად და ცუდად ხვდები იმდენად ესეთი არა ნოყიერი საჭმელია. ეხლა რაზე მინდა ვისაუბრო? უი, პირველ რიგში გამახსენდა და ბარემ უცებ გეტყვით. აეროგრილის ყიდვა მინდა. რამდენი ხნის წინ მითხრა დედაჩემმა. რო თბილისში გამოგადგებაო, მაგრამ აი ახლა ამ ბოლო დროს იმდენად ძალიან მინდა აეროგრილის ყიდვა, რომ აი არ ვიცი. TikTok-ზე დავათვალიერე აეროგრილის ვიდეოები, მაინტერესებდა რამდენად კარგი და კომფორტული მოსახმარი იყო და ყოველი მეორე ვიდეო უკვე For You-ზე მხდება აეროგრილის. ხო და ისე ძალიან მინდა. ოღონდ მინდა დიდი ზომის რა. ეხლა ძალიან ისეთი პატარა არ მინდა, აი 8 ლიტრიანი ალბათ, ან 9.5-იანიც არის მე მგონი. თუ ვიყიდი 8 ლიტრიანს მაინც ვიყიდი რა, კაის მაინც ვიყიდი, იმიტომ რომ მაქსიმუმ 300 ლარი, მეტი არ ღირს აეროგრილები. ხო და ძალიან მინდა, იმიტომ რომ რავი,
ვერაფერს ვერ ვაკეთებ აფაზე რაც იწვება ეხა კარტოფილი და ქვაფში რაც იხარშება, ეგეთ რაღაცებს ვაკეთებ, მაგრამ ამ აეროგრილში შეგიძლია პიცის მსგავსი რაღაცაც გამოვაცხო, შეგიძლია კექსის მსგავსი რაღაცაც გამოვაცხო, რავი, მაფინებს გამოვაცხობ ხოლმე რაღაცა და ნუ მოკლედ ამ აეროგრილში ყველაფერი კეთდება რა. დაჟე მთლიან ქათამს ჩადებენ შესუნელებულს აეროგრილში და ამზადებენ, გამოვაქვთ გამზადებული. თან ძალიან ცოტა ზეთი ჭირდება და რავი, ძალიან მინდა, მაგრამ ფიქრობ სისუფთავის მხრივ რამდენად მარტივი მოსავლელია. იმას კი ძირი ამოდის, ქვემოთ რაც აქვს. ის რკინა თუ რაც არის ამოდის. მაგრამ ნახეთ რა არის ის ქვაბი, რაშიც საჭმელს დებ, იმ ქვაბზე არის მიმაგრებული პლასმასის ხელის მოსაკიდი. და იმ ხელის მოსაკიდიანად უნდა გარეცხო ეს ქვაბი, რასაც მე დავაკვირდი. ხო და ზოგადად ის ქვაბი რო ამოდიოდეს მთლიანად და პლასმასი ცალკე რო იყოს, კარგი იქნებოდა. ნუ ჯერ არ ვიცი ახლა გამოყენების წესები, მაგრამ ჯერ ვაკვირდები. ძალიან მაინტერესებს მოკლედ ვისაც გააქვთ ჩემს მაყურებლებს, ძალიან ბევრს გექნებათ აეროგრილი სახში. დამიწერეთ რამდენად კარგია და რამდენად მარტივი მოსახმარია და სისუფთავის მხრივაც როგორია. იყიდება კიდევ სილიკონის ჩასაფენები, ცეცხლგამძლე სილიკონის ჩასაფენები, რომელსაც ამ ქვაბში ჩააფენ და პირდაპირ მოამზადებ. ასევე არის ისენი რო არა ქვია ქაღალდებს რო აფენენ რა, ცეცხლგამძლე ქაღალდებს. რა ქვია მაგ ქაღალდს დამავიწყდა. ხო, მოკლედ, ქაღალდებს აფენენ და მაგ მხრივ კიდევ იმაშვებიან, თავს ისღვევენ, რომ ნაკლებად დაისვაროს აეროგრილი. მაგრამ ძალიან მინდა რომ ვიყიდო. და სხვათა შორის ფასებიც მომეწონა. ხო და ეხლა უნდა გაჩვენოთ ძალიან მაგარი რაღაც, რომელიც ამდენი ხანი არ მიჩვენებია. ეს არის ყულაბა. 100 ლარიანის ყულაბა, რომელიც თითქმის სავსეა, ძალიან ცოტა აკლია და ისეთი მძიმეა. ესე იგი, ბავშვობაში ძალიან ბევრჯერ მიცდია ყულაბაში ფულის მოგროვება და ბოლომდე გავსება და მერე გატეხვა. მაგრამ არასოდეს 18 წლის ვარ და ჯერ აქამდე არასოდეს ყულაბა არ გამივსია ბოლომდე. არა აქვს მნიშვნელობა დიდი იყო ყულაბა თუ პატარა. დამიწყია გავსება, ან გამიტეხია, ან პინცეტით გამომიძვრია ხურდები, ან გამიჭრია, ან ეგეთი რაღაცა მოკლედ და არასდროს არ გამივსია ყულაბა და ეხლაავლაბარში რო ვიყავი ნაქირავებში, მაშინ ძალიან ბევრი ხურდა მიგროვდებოდა რა. ძირითადად ეხლა სულ ბარათს ვიყენებ, მაგრამ მაინც ხანდახან ქეშით ქაღალდის ფულს რო წავიღებდი ხოლმე, ხურდა მომყვებოდა და ამ ხურდას ვყრიდი აი ამ ჩანთაში. ხო და მახსოვს რომ ამ ჩანთაში ძალიან ბევრი ხურდები მეყარა. ჩავედი ვიყიდე ყულაბა და ალბათ 1.30 კი არა და შეიძლება 50 ლარამდე ხურდაც კი ჩავყარე პირველ დღეს ყულაბაში. და რაც შეეხება ქაღალდის ფულს, 5 ლარიანებიც კარგად ჩავაგდე პირველ დღეს. მაგრამ ქაღალდის ფული ყველაზე მაღალი კუპიურა, ამაში დევს 5 ლარიანები. არ მახსოვს, შეიძლება 1 ლარიანიც იყოს, მაგრამ ქაღალდის ფული 5 ლარიანზე მეტი მაღალი ამაში არ არის. და რაც შეეხება 5 ლარიანებს, ეგეც არ არის ბევრი რა. შეიძლება მაქსიმუმ
7 მაქსიმუმ 10 ცალი 5 ლარიანი მქონდეს ჩაგდებული. ნუ არც მახსოვს. მაგრამ დანარჩენი ძირითადად სულ ლარიანებია. 50 თეთრიანები, ლარიანები, 2 ლარიანები. ნუ 20 თეთრიანები, 10 თეთრიანები, 5 თეთრიანებიც არის, მაგრამ ძალიან ცოტა. ხო და ძალიან ძიმეა, იმიტომ რომ თითქმის სულ ხურდებია. ქაღალდის ფული როგორც გითხარით, ძალიან ცოტაა. ხო და ცოტა მიკლია რა. სხვათა შორის მალე გავავსე. ანუ დაახლოებით 3 თვეა, რაც ამ ყულაბაში ფულის ჩაყრა დავიწყე. ხო და მალევე გავავსე. და ეხლა უკვე ვეღარ ვითმენ. თან ცოტა ისეთი პერიოდი მაქვს ხელფასამდე. ხელფასამდე ცოტა გავიჭედები. ნუ რაღა დარჩა 3 დღე დამჭა, მაგრამ მაინც არ გავხსნი ამ ყულაბას. გუშინ კი დავფიქრდი, რომ მეთქი გავჭრა, არ გავჭრა, მაინტერესებს რამდენი ლარია თქო, მაგრამ არ გავჭრა. სხვათა შორის აქამდე არ მიფიქრია, რაში გამოვიყენებდი ამ ყულაბაში მოგროვილ ფულს. მაგრამ აი ეხლა გუშინ დავფიქრდი და აუცილებლად, ნუ რა თქმა უნდა, აუცილებლად ამ ყულაბაში მოგროვილ ფულს რაიმე ისეთ ღირებულში გამოვიყენებ. აი ესე საჭმლისთვის და რაღაცისთვის, ტკბილეულისთვის და გართობისთვის რო დავხარჯო ეს ყულაბაში მოგროვილი ფული, არა. აუცილებლად ეგ თავიდანვე ვიცოდი, რომ თუ ამ ყულაბას გავავსებდი ბოლომდე, რო გავჭრიდი რაღაცა ისეთ მნიშვნელოვან საქმეში გამოვიყენებდი ამ ფულს. მაგრამ ეხლა ზუსტად ვიცი, რომ აი ამ ყულაბას რო გავჭრი, ამ ფულით ვიყიდი აეროგრილს. ოღონდ არ ვიცი, ძალიან მეეჭვება. წესით უნდა იყოს 300 ლარამდე. მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდის ფული ძალიან ცოტაა, თითქმის სულ ლარიანებია და წესით უნდა იყოს 300 ლარამდე. მაგრამ თან ვფიქრობ, რომ 180 ლარზე მეტი არ იქნება. ნუ რაც იქნება, ეხა 100 ლარზე ნაკლები არ იქნება და თუ 100 ლარზე მეტი არ იქნა, იმას ლარით მაინც რაღაცას ისეთ შევიძენ რა, აი მაგალითად რაიმე ლამაზ ელექტროყავის აპარატს. თუ იქნა უკვე 150-200 ლარზე მეტი, აუცილებლად ვიყიდი მიკროტალღურს. მაგრამ იმ სიმძიმეა უკვე, რომ ხელში რო ვიღებ იღუნება. ანუ დეფორმირებულია ყულაბა. ხო და ძალიან ცოტაც მოკლეც და ერთი სული მაქვს, როდის გავჭრი. თქვენ არ გამოგაპარებთ, რა თქმა უნდა, ამ ფაქტს, რამდენი მომიგროვდება, აუცილებლად გეტყვით. მაგრამ სხვათა შორის 5 ლარიანებიც კი ვფიქრობდი გუშინ, რომ ერთი 7 ცალზე მეტი არ მექნება ჩაგდებული თქო, მაგრამ 5 ლარიანებიც კაი ბლომად ჩავაგდე. მით უმეტეს თავიდან, როცა ეს ყულაბა ვიყიდე, მაშინ ხურდებიც და 5 ლარიანებიც კარგად ჩავყარე. იმიტომ რომ ნახევარზე თითქმის პირველივე დღეს გავავსე. ასე რომ მიკროტალღურ თუ აეროგრილს აუცილებლად შევიძენ. მაგრამ ამ სამზარეულოში ისეთი ცუცქნა ადგილია. ძალიან ცუდად არის მოწყობილი ეს ოთახი რა. ანუ მარცხენა მხარის სამზარეულოს კარადა მთლიანად მიაქვს მას რა ქვია, სარეცხ ონკანს. შუაში რაც არის მთლიანად მიაქვს გაზს, იმიტომ რომ გაზია და ვერაფერს ვერ დადები იქ უკვე და მარჯვენა მხარეს დგას სარეცხის მანქანა, რომლის მაღლაც ხშირად მილაგია ხოლმე ან ქვაბი, ან ტაფა, ან რაღაცა, იმიტომ რომ ადგილი არ მაქვს. ეხლა სამზარეულოში რო ფუსფუსებ, უნდა გქონდეს ადგილი, რომ ელემენტარული საჭრელი დაფა დადო რა. და ეს აქნა რა ქვია, სიტყვაზე ხახვი რო დაჭრა.
მაგრამ აი აქ გასაქანი არ მაქვს. გაზის გვერდით ჭიქას ძლივს ვატევ. ანუ მთელი შუა ნაწილი მეაქვს გაზს, მარცხენა ნაწილი მეაქვს ონკანს. ხან ონკანის გვერდით ამ მხარეს ვჭრი ხოლმე ამ ხალხს და ხან იმაზე, რა ქვია, სარეცხი მანქანის ზემოთ. ეს სარეცხის მანქანა სამზარეულოში როა ისე სარეცხს რო რეცხავ, ისე ხმაურებს, რომ ძალიან რა. სააბაზანოში რო იყოს, კიდე კარებს მიხურავ და იმდენად არ შეგაწუხებს სარეცხის მანქანის ხმაური, მაგრამ მე არ მომწონს ეს ფაქტი, რომ სამზარეულოში სარეცხი მანქანას რა უნდა. მე ესე ვფიქრობ რა. მით უმეტეს ახლა გასარეცხ ტანსაცმელს სამზარეულოში რა უნდა, მაგრამ ნუ რას ვიზავთ? ნაქირავებში ვარ, ეს ერთი ოთახია, რაც რაშიც ვიხდი 600 ლარს. და ეხლა ვაფასებ იმ მშობლების ნულიდან დაწყებულ საქმეს. ანუ იმ ხელა სახლი რო ჩადგეს, ვაფშე რო აი მიწიდან რო დაიწყეს და იმ ხელა სახლი რო ჩადგეს სოფელში და აი ამ ოთახის ხელა მარტო ერთი საწოლი ოთახი მაქვს სოფელში. მარტო ჩემი საძინებელი ოთახი არის ამ ოთახის ხელა. და ეს ოთახი საძინებელიც არის, ზალაც არის, სამზარეულოც არის, ყველაფერია რა. ხო და წარმოიდგინეთ ახლა რამდენად რთულია. შრომა. შრომის გარეშე არაფერი არ მოდის. ძალიან გამეწელება ეხა ვიდეო, მაგრამ უნდა ვისაუბრო ყველაზე მთავარ თემაზე, რაზეც მინდოდა საუბარი, რომ რაც უფრო ვიზრდები, მით უფრო ხვდები თუ როგორია ცხოვრება. ანუ ცხოვრება რომ მარტივი არ არის, რაც უფრო ვიზრდები, მით უფრო ხვდები მაგას. აი ესე ბავშვობაში რომ ნუ ეხა ვისაც მშობელი ყავდა და ვისაც ისეთი ცხოვრება ქონდა, რომ მშობლები არაფერს არ აკლებდა, ესე ვთქვათ, შეძლების დაგვარად, ეგეთ ხალხზე ვსაუბრობ რა. მადლობა ღმერთს, რომ მე მქონდა ეგეთი უდარდელი ბავშვობა, რომ მშობლები არაფერს არ მაკლებდნენ შეძლების დაგვარად, რის საშუალებაც იყო და მადლობა ღმერთს, რომ არასდროს ვერ ვიტყვი იმას, რომ სიღარიბეში ვიცხოვრე და ვერასდროს ვერ ვიტყვი იმას, რომ ისეთი ბავშვობა გამოვიარე, რომ საჭმელი არ მქონდა და სასმელი არ მქონდა. ძალიან დიდი მადლობელი ვარ ღმერთის, რომ აი მშობლები, ისეთი მშობლების ხელში მოვხვდი, რომ ყველანაირად არაფერს არ მაკლებდნენ ბავშვობიდან რა. ძალიან დიდი მადლობა ჩემებს ამ ყველაფრისთვის. ხო და აი ესეთი ბავშვობა რადგანაც გამოვიარე, მე ბავშვობაში რა თქმა უნდა ვერ ვიფიქრებდი, რომ ესეთი რთული იყო ცხოვრება რა. რთული იმ მხრივ, რომ განაეხლა მიჭირს და განაეხლა რამეს ვიკლებ. არა, უბრალოდ იმას გულისხმობ, რომ ძალიან ხშირად მაწუხებს გადაღლილობა, უენერგიობა, აი როგორ იცით, აი რო ფიქრობ ხოლმე, რომ რანაირად უნდა იცხოვრო ესე. ხანდახან ისე ცუდად ვარ ხოლმე, რომ ვფიქრობ, ნუ თუ ესე ცხოვრების გაგრძელება შევძლებ. და ზოგჯერ ძალიან ისე უენერგიოთ ვარ, რომ ვფიქრობ ხოლმე, რომ აეხლა სოფელში წავალ და ისევ იმ ცხოვრებას დაუბრუნდები, რა ცხოვრებითაც აქამდე ცხოვრობდი. მაგრამ მე ვხვდები, რომ სოფელში არანაირი საშუალება არაა განვითარების. სოფელში თუ ცხოვრობ, უნდა იშრომო როგორ იცით, აი ძროხა, ღორი, ყანები, ბოსტნები და ბაღები და სოფელში თუ ცხოვრობ, აი ესე ვირივით უნდა იშრომო მართლა. ნუ ვიღაცას გონია, ვიღაც ზოგ ქალაქელს გონია, რომ ხა სოფელში ვისაც ძროხა ყავს და ვისაც ღორი ყავს,
ძალიან კარგად ცხოვრობენ და ძალიან მაგრად არიან. მაგრამ არა ხალხო, სოფელშიც იმდენი შრომაა და იმდენი სირთულეა და იმდენი ეს არის კიდევ რა ქვია იმედგაცრუება იმ მხრივ, რომ ხან მოსავალი გაგიფუჭდება, ხან რაღაცას მოიყვან ბოსტანში და აღარ ექნება ფასი, როცა გაყიდვას დააპირებ, ხან ძროხა გაგიხდება ცუდად და სიტყვაზე თუ ძროხა ღირდა 3000 ლარი, 1000 ლარადაც ვერ გაყიდი, რადგანაც ცუდად არის და აი ესე ხან გოჭები მოგიკვდება და ძალიან ბევრი სირთულე არის სოფელშიც და აი ეგრე რო ვფიქრობ ხოლმე, რომ ძალიან აღარ შემიძლია ესეთი ცხოვრება და მოდი ისევ სოფელში წავალ და ისევ უსაქმურად ცხოვრებას გავაგრძელებ, თქო მე ხვდები, რომ არა აზრი არ აქვს სოფელში წასვლას, იმიტომ რომ იქ არანაირი განვითარების საშუალება არ არის და აქ უფრო განვითარდები ადამიანი, რა თქმა უნდა, სწავლის მხრივაც, სამსახურის მხრივაც და ყველანაირად ეხა ქალაქი ბევრად უკეთესია ვიდრე სოფელი რა. ხო და აი რაც მთავარია, კიდევ არავისი არ მშურს. მაგრამ აი ესე უენერგიოთ რო ვარ ხოლმე, იცით რას ვფიქრობ? აი იმაზე ვფიქრობ ხოლმე, რომ სიტყვაზე დავინახავ მოხუც ადამიანს, რომელიც ძალიან მოწესრიგებულია, ძალიან კარგად გამოიყურება და ვფიქრობ ხოლმე, რომ ნუ თუ ამ მოხუცებმა როგორ შეძლეს ცხოვრება და თუნდაც რო დავინახავ ადამიანს სიტყვაზე კარგი მანქანის პატრონს, კარგი ეზოკარის პატრონს, მე ეგეთი ადამიანების არასდროს არ შემშურდება. შური არის ყველაზე ცუდი, მაგრამ უბრალოდ იმას გავიფიქრებ ხოლმე, როცა მე ცუდად ვარ მაშინ, რომ აი საიდან ამ ადამიანებს ამდენი ენერგია, რომ ეს შეძლეს, ამდენი რო შეძლეს. თორე მე იმას არასდროს არ ვიტყვი, რომ ვაიმე მე რატო არ მაქვს და ამას რატო აქვს. შური ყველაზე ცუდია, მეგობრებო. სხვისი არასდროს არ შეგშურდეთ. პირიქით ისწავლეთ სხვებისგან, ასე ვთქვათ, როგორ ვთქვა, ანუ სწორად იცხოვრეთ და პირიქით ის თქვით, რომ იცით რა, ამან თუ შეძლო, მე რატო ვერ შევძლებ, ეგეც არ არის სწორი ფიქრი რა. ანუ შენთვის უნდა იცხოვრო და შენებურად უნდა იცხოვრო რა. შენ უნდა ეცადო, რომ როგორი ცხოვრება შენ გინდა, ისეთი გქონდეს, თორე სხვას არ უნდა უყურო არასდროს და აუ ისეთი ცხოვრება მეც მინდა, არ უნდა თქვა. რო გაივლი ქუჩაში და ვიღაცამ დიდარს ნახავ, ის არ უნდა თქვა, რომ აუ რა მაგარია და ამას რა უჭირს და რა სახლი აქვს, რა ეზო აქვს, რა მანქანა ყავს, ეს არ უნდა თქვა არასდროს, იმიტომ რომ რეალურად ყველა ადამიანს აქვს თავისი პრობლემა. იმ მდიდარმა ადამიანმაც ცხოვრება გამოიარა რა და ამ ცხოვრებამ ასწავლა შრომა რა. მე მგონია, რომ არც ერთი მდიდარი ადამიანი არ არის, ესე ვთქვათ, ჰაერზე გამხდარი მდიდარი რა. ანუ თუ ადამიანი მდიდარია, აი ესე ის სიმდიდრე ციდან არ ჩამოვარდნილა. გამოიარა იმ ადამიანმა ისეთი რთული ცხოვრება, რომ თავისი შრომა დააფასა და თავისი შრომით შეძლო, რომ იმ სიმდიდრეს მიეღწია. მაგრამ რადგანაც მდიდარია, იმას არ ნიშნავს, რომ ცხოვრებისეული პრობლემები არ გააჩნია. ანუ ყველა ადამიანს გააჩნია თავისი პრობლემები და ძალიან ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რომ აი ჩემთავს ვესაუბრები ხოლმე, რომ ბაჩო, რატო ხარ ესე ხშირად, ესე უენერგიოთ, ესე გადაღლილი?
მაგრამ მე ვხვდები, რომ მარტო მე არ ვარ ესე რა, ანუ ყველა ადამიანი იღლება და ყველა ადამიანს სჭირდება დასვენება. მაგრამ მაინც ვფიქრობ იმას, რომ ზედმეტად ხშირად ვარ უენერგიოთ. და ვცდილობ, რომ ამას უშველო რა. ეხლა ყოველ დილას მინდა ადრე გავიღვიძო, ცოტა ვიძუნძულო, ადრე გაღვიძებას გვიან წილს მივეჩვიო და მოკლედ ჩემ თავს ძალიან ბევრს ვესაუბრები. და ძალიან ვცდილობ, რომ ის ცუდი ჩვევები, ცუდი თვისებები გადავაგდო, მოვიშორო და ნელ-ნელა კარგ ცხოვრებაში შევუდგე. და კარგი ცხოვრებით ვიცხოვრო, რომ ბევრად უფრო მეც მივაღწიო. ასე რომ რა ვიცი, ყველას გირჩევდით, რომ თქვენი შრომა დააფასოთ ყველაზე მეტად და აი შრომის ფასი არაფერი არ არის და ნურას დროს ნუ შეეჯიბრებით ნურავის, ნუ იტყვით, რომ იმას კარგი ცხოვრება აქვს და მე რატო არ მაქვს, ყველამ თავის ცხოვრებას მიხედოს, აი რასაც ვერ ვიტან, სხვის საქმეში ქექვაა და სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა რა. ასე რომ რა ვიცი, ღმერთის წყალობით თუ ასე ვთქვათ, საკუთარ თავს მივცემთ მოტივაციას და საკუთარ თავს გავაძლიერებთ, საკუთარი შრომა გამოიღებს აუცილებლად კარგ შედეგს მომავალში და მე ვფიქრობ, რომ აი ეხლა ნეტავ მანახა როგორი ცხოვრება მექნება 10 წლის შემდეგ რა. ეხლა რა გზასაც გავდივარ, ეხლა რა შრომასაც გავდივარ, ეს შრომა თუ დამიფასდება 10 წლის შემდეგ შედეგი თუ ექნება ამ ჩემ შრომას, საინტერესოა. მაგრამ არ მინდა ნახვა, მოვა მაგის დროც, რომ ნელ-ნელა შედეგს გამოიღებს ჩემი შრომა და ყველას ესე ვთქვათ, ვისაც ჩემი იმედი აქვს, ვისაც ჩემთვის კარგი უნდა, ყველას დავაჯერებ, რომ მე უფრო და უფრო მეტი შემიძლია რა. არასდროს არ ვნებდები, კი ძალიან ხშირად, ძალიან ცუდად ვარ ხოლმე, მაგრამ ეს ცუდად ყოფნა და ეს გადაღლილობაც გადის მერე. რაღაც პერიოდი შემომივლის ხოლმე და გაივლის ხოლმე, მაგრამ ეს გადაღლილობის შემდეგ ბევრად უფრო ენერგიულად და მოტივირებულად ვაგრძელებ ცხოვრებას. აბა დაგემშვიდობებით, ეხლა ძალიან გამეწელა ვიდეო და ყველას ბედნიერ და წარმატებულ ცხოვრებას გისურვებ.